არ დაგიმალავთ, მე 8 მარტი არ მიყვარს. არ მიყვარს, იმიტომ რომ ყალბდღედ მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვინც 8 მარტი მომილოცა, მათ დიდ უმრავლესობას ჩემზე და ჩემს ქმარზე ნაფიქრი აქვს, რომ ამას რა ქმარი ყავს, ცოლი ვერ გაუჩერებია. 8 მარტს რაც ხდება, ეს არ გამოხატავს იმ რეალურ მდგომარეობას და იმ რეალურ პრობლემებს, რაც ქალებს აქვთ. ქალებს ის პრობლემა კი არ აქვთ, რომ პარლამენტში სათანადოდ არ არიან წარმოდგენილები და რაღაც პოსტებს ვერ იღებენ. ქალებს ის პრობლემა აქვთ, რომ მათ მეორე ხარისხოვანი როლი აქვთ რეალურად ამ ქვეყანაში. ამას ვერც სოციალური ინჟინერით ვერ უშველი და კვოტებით და პარლამენტში მათი რაოდენობით გათანაბრებით და ვერც 50% თუ მოსამართლე გეყოლება, იმიტომ რომ სისტემა თუ ისეთია, რომელიც კორუფციას ახალისებს, რომელიც თქვა ზემოდან ქვემოთ კარნახობს და არა ხალხის ინტერესებს ემსახურები. გინდა ქალი იყავი, გინდა კაცი, ერთი სისტემის მსახური ხარ, ხო? კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე, როდესაც ვსაუბრობ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში იმის თანასწორობა, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი თანასწორი ღირსება. ჩემ ღირსებასაც ისევე ელახავს ძალადობა, როგორც ჩემ ღირსებას. ქალის ღირსებასაც ისევე ელახავს ღალატი, როგორც კაცის ღირსებას. ქალი არ არის კაცის რაღაცა პატივის ინსტრუმენტი. რამდენი მკვლელობა ხდება, ხო? ეს მკვლელობები ხდება რის გამო? იმის გამო კი არა, რომ ვიღაცას ქალი უყვარს და ვერ გადაიტანა უმისობა, არა. საკუთარ პატივს იცავენ და აი ეს დრომოჭმული ფასეულობები არის, რაც გვაცხოვრებს ჩვენ აი ამ იმაში